ეხლა მინდა შევეხო კიდე შემდეგ საკითხს, როცა დაჯგუფდება GPS-ები, ხო? დაჯგუფებული GPS-ის შემთხვევაში ჩვენ თუ ერთი GPS-ი გვაქვს და შევდივართ ID-ის საშუალებით, დაჯგუფებული GPS-ის საშუალებით შევდივართ ავტორიზაცია ID-ის სახელით, რა. აი ეს მხარე უნდა იყოს ფერმკრთალი, გადმოვურთავთ მეორე მხარეს, მერე შიგნით წერთ, ლოგინი უნდა ჩაიწეროს, ლოგინს რასაც თქვენ დააყენებთ, მაგალითად მდევარი და მეძებარი ხო, სიტყვაზე დაიწერება, ჩაიწერება ქვემოთ პაროლი და მერე შევდივართ ჩვეულებრივად და შიგნით მენიუ როგორ გამოიყურება, გაჩვენებთ ახლავე. რო შევად შიგნით მენიუ გამოიყურება თითქოს იგივენაირად. აქ გვაქვს ოდნავ განსხვავება, აქ გვაქვს სია, სიაში გვაქვს რამდენ GPS-ს დავამატებ სიტყვაზე, ეს 5 იქნება, 10 იქნება. მაგდენი GPS გვაჩვენებს სიაში, გადავთავთ ეს GPS-ზე, დავინახავთ რა მანძილი არის ჩვენგან GPS-მდე, აი ხედავთ ეხლა თქვენ 6593 კილომეტრი არის ამ კონკრეტულ GPS-მდე ჩემიდან. მანძილს არ აქვს მნიშვნელობა, ჩემი ადგილსამყოფელი, დავაწვევით მეორე მხარეს და დავინახავთ GPS-ის ადგილსამყოფელს, ასევე გადავთავთ მეორეზე სიტყვაზე, დავინახავთ მეორე GPS. შეგვიძლია GPS-ის სახელი დავარქვათ. აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში აქ უკვე ნადირობს აგერ მეგობარი. დანარჩენი მენიუში ყველაფერი იგივენაირადაა, ეხლა ეს ცოტა ძველი მოწყობილობაა პირველი თაობა. ნასტროიკებში იგივენაირად არის. განსხვავება კიდე რა გვაქვს? მონიტორინგში შევდივართ და მონიტორინგში ვნახულობთ ორივე GPS ერთდროულად. აი მონიტორინგში ახლა გავადიდებ ჩვენ ამას. ორივეს ერთად ნახვა რო გვინდა, შევდივართ მონიტორინგში. როცა თქვენთან ახლოს იქნება ეს GPS-ი, ამდენი გადიდება აღარ დაჭირდება. აგერ ხედავთ ეხლა თქვენ ორივე GPS. აი. ერთი ძაღლი გარბის, მეორე არა. ამას გაჩვენებდეთ იქნება, აი ხედავთ ხო? აი. სად გაიქცა? ამ კიდე მანქანით მედის დიდი ალბათობით ზანჩქარა მიდის. აი ესე დავინახავთ ორ GPS, ერთი GPS-ი, მეორე GPS. ასევე შეგვიძლია ჩვენ შევიდეთ ერთ კონკრეტულ GPS-ზე. ნასტროიკებში შევიდეთ და მარშრუტის ფერი სიტყვაზე დავაყენოთ ყვითელი ფერი. ან რა ვიცი, ესე წითელი ფერი დავიმახსოვროთ და ერთი GPS-ის გადაადგილება იქნება ერთ ფერში, მეორე GPS-ის გადაადგილება იქნება მეორე ფერში. ეს არის ამაში სულ სხვაობა. მეტი დანარჩენი სისტემა ყველა როგორც პირველი ერთი GPS-ის გამოყენების შემთხვევაში ორივე GPS-ი მასე მუშაობს.